დღეს ჩვენ ჩამოვედით გურჯაანის ღვინის ფესტივალზე. ასევე მე და გუნდიშამ ვიმაიმუნეთ და ჩამოვიტანეთ ჩვენი საფირმო ღვინო, რომ გავასინჯოთ სხვებს. აი მასალა არის დასაჭმელი. და სანამ ადგილს დავათვალიერებთ, მანამდე ვესტუმრეთ ხაოს მარკს, სადაც ჩვენთვის უჩვეულო მანქანები გავატარეთ. სანამ ამაზე ავიდოთ, რა ქვია, ფესტივალზე გადავწყვიტეთ, რომ ხაოს მარანი ქვია ამ ადგილს გამოგვეღო ქარხანაში და ვენახა როგორ კეთდება ღვინო. და გუნდიშამ არ გვაცადა მაგის ნახვა, უბრალოდ გადავწყვიტე, რომ ყველა მანქანა თუ რამე არის განსხვავებული, ყველაზე ეკატავა აქ და შესაბამისად ვზივართ ახლა აქ. გაფუჭა! გუნდიშა აღმოჩნდა შესანიშნავი მძღოლი და ხედავთ როგორ გაგათატარებს მანქანას. ეგ ვერთო ბიჭი გარ. აჰა, გუნდიშა ყოფილა არაჩვეულებრივი მძღოლი. ჩვენ უყურებთ გადაცემას Top Gears და ჩვენ გავტესტავთ ახლა მას 21-65 წლისას. გაგვიჭირდება სერული, იმიტომ რომ ძალიან ძიმე ტიპი ყავს უკან. მე ძალიან აქტოვანებული ვარ. ეს ბევრჯერ ჩამიქრა გაბუეგეთ თუ შეიძლება რომ ძნელი სატარებელია რა ვქნათ. მანქანა დადი, პრობლემა არ არის მანქანაში, პრობლემა გუნდიშაში. ეგრე შეკაცო რა. ჩემი კაი, შემძლებია რა. როგორც შეერთვათ გუნდიშა არაჩვეულებრივად ატარებს ვოლგას და ეხა დაველოდოთ თუ როგორ გაატარებს ზილს, იმიტომ რომ ყურძენი აქვს მოსატანი ქარხანაში და იმედია ისიც არ ჩაუქრება 14 ჯერ. ჩნაი ამოვწიეთ, მე მგონი ხალასტოიშიც ვარ. მე და ბიჭიკო ეხლა წავალთ და ყურძენს ჩავაბარებთ საჭირო ადგილას. აქამდე ბიჭიკო მოიდანა. აქედან მე ვეცდები რომ მივიდან. დაზღვევას მოუწოდებ რომ შემოვიდეს. მოსურათ რომ მეც დამაზღვევს და ბიჭიკოს მანქანაც. პირველად კი ვაკატავებ. ჰიდრავლიკა არ მუშაობს კარგი. დო აბა ჩქარა მოდის აბეზა დო. სიგნალი გვაქვს? სიგნალი არ გვაქვს. სად მიდიოთ გაბო გვითხრეს რამე? აბრუნე თუ გან. ერთი სანდვიჩი ჩამაგდებინე კი ხვეწები. უარი და ეს ვერ. ეხა სანდვიჩია? ვაუ, ესე ჯერ ხალასტოებ და მე და მაიც. დიდრულს მაგარი მოვავია. აი გამოცდილება იყო ძალიან მომეწონა. ეხლა რო რამინდა სადმე მომიწევს დაждома გაქცევა ამით რაღაც ფილმებში როა ჯეისონ სტეთემი რაღაცა ის იმასვისა რა. просто კარგად სიჩქარეებს ვერ გაუგეჯეენ. სადაც უნდა იყოს იქ არ არის. ეხლა კი მოვიდა დრო, რომ გადავიდეთ ღვინის ფესტივალზე. არის უხასიათოდ იმიტომ რომ გზაში არ დააძინეს და იმედია ამოუსწორდება ხასიათი, როდესაც ერთ-ორ ჭიქა ღვინოს დავლებ. ჯერ არ დაწყებულა, ჯერ ადრე მოგვიწია მოსვლა 12 საათია არც კი და მე მგონი ძალიან ბევრი ხალხი იქნება აქ. სანამ დავიწყებ და სანამ გადავალთ უკვე დალევაზე, მინდა გთხოვოთ რომ გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო, ვლოგები თუ მოგწონთ. დაგვიწერეთ კომენტარებში, საიდან გადავიღოთ, რა სტილის ვლოგები მოგწონთ და მადლობა ჩვენს წარმოდგენს ლუდისას და მადლობა ჩვენს მეგობარ ლუდ ბავარიას. მათი დამსახურებით ვართ ახლა. გულწრფელი ვიქნები ახლა შეფასებისას, ხო შეიძლება? პირველ რიგში მადლობა, გაგიმარჯვოთ. ის ძალიან კაია. AI-ის დახარულია? ბაბაზე ის არის ეტიკეტი. ხოშიანი. მე უფრო წითლის კაცი. მაგრამ კაია. უნამუსო კაცი. ეს რასთან უნდა? რალი? ჩაკამ. ჩიჩებთან კაი იქნება ძალიან აშკარად. აუცილებლად გამოვიდა ყველა. ყველგან გვასმევენ? სად არ დავხდე ღვინოს გისხენ და სვავ, ძალიან კაია. ეს არის შავია, ხო? და ეს რა ღვინოა? საფერავი. საფერავი. თუ რაღაცა სადმე აი აქ დავიძინებ რა, იქ სადმე მიხუდებული ვიქნები, რომ იცოდე საფერავი. მე წერან გავსინჯე ეს ღვინო და საფერავია. აუ რა კაი გემო. შრალი გემოა. შრალი ღვინოები ზოგადად არ მიყვარს, მაგრამ ეს ძალიან დამევარსა. შრალის თავზე რაღაც ეგეთ და გამისწორდა ძალიან. არომატები აქვს ძალიან. ეგ არის გაუფილტრავი და თუ კი რამე არომატი, ტანინი და თუ კი რაიმე სიმდიდრე გააჩნია, ყველაფერი მაგჭიქაში არ დამბოთში მოგცევა. ფილტრაციის გარეშე არის და იმედია მოგეწონა. არა, ეს ძალიან მომეწონა, ძალიან გემრიელია. მე მევასებეს ტანინის გემ რაღაც ოიგზნობა, მაგრამ ასწორებს ტანინომას კაი ისე. ზოგადად საფერავის მოყოლული არ ვარ. ბიჭო, ძალიან სასიამოვნო დასალები. არაფერი არ ჭირდება, თავისი გემო აქვს რა. მე ეჭვი მაქვს რომ დაგიბრუნდებით კიდევ ერთხელ. უღრმესი მადლობა. მეორე რა ღვინოა? წითელი გავსინჯე და ამას მერე გავსინჯე. აუ, ძალიან დიდი მადლობა მართლა. ეჭვი მაქვს რომ დიდ დროს გავატარებ ამ სტენდთან. ჯერჯერობით თავარი ივენთი ჭყალებში არ დაწყებულა, ჯერ ადრე არის, მაგრამ უკვე ბევრი ხალხია საკმაოდ. ყველა მზად არის სტუმრების მისაღებად და რაღაცნაირი ჟრიამულია, ის სასიამოვნო ხო ხტები რა. საჩემო ადგილია ხო ხტები. წელს ეხა აღარ გამოგივათ, ლოგიკურია, მაგრამ მომავალ წელს არ გამაზოთ, იმიტომ რომ მართლა ძალიან მომეწონა და ამაში კაპიკი არ გადაუხდია ჩემთვის არავის, რომ ეს მეთქვა. 30000-ზე ვისწავლი პიანინოზე დაკვრას და შეგისწრა. всё, 30000-ზე ვართ. ის მის მართლა არის გამორთული. თორე ეხა მაგრა უკრავ. გაიხარე ცოტნე, გაიხარე. აი, შენგენას. ეშკაში. სადა ვართ? სადღაც ვაინ მუდ.
გვაქვს ხუთი სახეობის ქვევრის ღვინო, ასევე ჭაჭა, კონიაკი, პორტვეინი და გვაქვს ასევე მარანი, სადაც სტუმრობა რა თქმა უნდა შეგიძლიათ ნეკრესის სასაფლაოთო. მადლობა მასპინძლობისთვის, შემოთავაზებისთვის და გავსინჯავ და გულწრფელად ვიტყვი რანაირ ციკლში. კი ბატონო. გიორგი, როგორი არის პირველად ცხოვრებაში რომ გასინჯე პორტვეინი? პირველად არ არის, არა, არ იცოდი რომ პორტვეინი იყო. ძიმე სპირტის მოყვარული ვარ. არა, ძალიან გემრიელია მართლა. ის მომეწონა ძალიან. გაბუ. კაია, გემრიელი. მიღერა საყვარელი სტიკერებია. ყველაფერი რაღაც რო გამოვიდეს მაღაზიაში დავინახო, ამას ვიდედი. თანამედროვე სტილია რაღაცნაირი. აი როგორც იმერელმა ადამიანმა ცოლიკაური რო არ გავსინჯოა, საკუთარ თავს ვერ ვაპატა. ეხა რაშია საქმე რა? აგერ გვერდზე ვიყავ და ზარი შემოვიდა. მან დრო ხარ ეხა ორი სტენდით გვერდზე უნდა გადახვიდე უეჭველიო რა. იყო მოთხოვნა? კი, მე გადმოდი დავაგემოვნოთ. იმერულ ღვინოს არ ველოდი აქ, მაგრამ იმერულ ღვინოს დიდად არ აქები. მე იმერეთში ძალიან ბევრგან მაქვს დალეული ყველაფერი. ყველაფერი მაქვს ჩასხმული საერთოდ და რომელიც ისხმევა ის შეიძლება არ იყოს კაი გიორგი. რა სიტყვი ხალხზე რომელიც წყალს და შაქარს უშვება ღვინოს? რავი, ხალხზე ცოტა ზემოდან ვარი, რა სიტყვი მაგ. რავი, რაღაცა დავარგვათ ალბათ. რაო, რა. ყველასთვის ეგ. დედის თუ რა შეიძლება? ეგრე არა, რავი, თვითონ კახელები როგორც სიტყვიან, მაგას ადამიანო დარაღიარება. მაგას ყოველ შემთხვევაში არ წელია გარჩაქარი და შემიძლია თავი დავდო. გაგიმარჯვეთ თქვენ შრომას გამომარჯოს და წარმატებები ყველაფერში. რათა შორის პირველი ხარ, ვინც თვითონაც შეივსო. აბა ვინც გაგიმარჯვეთ. გაცვლილი გვაქვს კიოსკი და ფოტო. გენაც აბა, ერთად გაგვიმარჯოს, მეგობრებო. აუ ზა. ხო და არა, ცოტა კი არა, ჩემთვის მისაღებია. აუ კაია და. მე შემიძლია ამასაც დაგამოვიდო, რავი, როგორც გინდათ. ციტელს კი გავსინჯავ ციტელსაც. ეჭიქები, ამას აკეთებ. შენი საშველი არ იქნება არადროს. არასდროს, რა თქმა უნდა. სანამ გასინჯავთ იმერულად დავამატებ ერთს. ელი ოქტომბუსი ჭიათურაში ხარ დაპატიჟებულები შემდეგ. შემოგევლეთ, ხო, გაიხარ. ჩემი პირადი აზრია რომ ტანინიანის მევასება უფრო რა კიდე ნუ იმაშება რა. ეხა მე კიდე ცოტა მეტი რო ქონდეს კი უფრო გამისწორდებოდა. შეგიძლიათ რომ პარემ გაიყუროთ ესე რო აღარ მოხდეს ჩვენთან. უი, ეხა ვერსად ვერ ვატარებ. ჯერჯერობით და თუ რაღაცა მე წამოვიდე. რა ვიგიწყიდო და სამო. საქართველოს რომ მოგაბეზრებ მე ვიხდებ. ეს ერთად და დიდი იმედი გვაქვს თან დასუსტებულა ესპანეთთან. დიდად სატრაბახო არ არის, მაგრამ ჩვენ გვიხარია, ხო? იმედია გავიმარჯვოთ. გაუმარჯოს. როგორ ძანდები? უკაცრავად რა ვიღებთ, რა თუ შეიძლება და 2 წუთი რა. გამოიწერეთ აგრომენი, აუცილებლად, აუცილებლად. მეგობრებო, გვერდში დავუდექით ძალიან კარგი შემეცნებითი ისა. გასმელი სადაც არის? იქ ვარ მე. აგრომენს რა უნდა აქ? აბა თუ გამოიცნობთ. მიწაზე, ოდის ყურძენი და აქ ვარ მეც. ლოგიკურია, არ შემიძლია არ დავითახო. არა უშავს, კაი იყო. მეგობრებო, ყეიწვის საშველი არ არის. იმედია გადავრჩებით. ცუდი ამბავი მაქვს ვეგანებისთვის. ამ ფესტივალზე არ მოხვიდეთ. ძალიან მძიმედ იგრძნობთ თავს. სული არ კონდეთ სვადი საყიდი, ყურებით და არომატით ვაფშე გაგიჟდით. ახლა კი დროა რომ ჩვენი ღვინო გავასინჯოთ სხვებსაც. მე და ცოტნემ გადავწყვიტეთ ჩვენ ბრენდირებულ ბოთლში რაღაც ცუდი ღვინო ჩაგვესხა და ცნობილ ადამიანებთან ასე წავდგენილიყავით. ეს არის ღვინო თაკვერი, ლოთების პოდკასტის ახალი გამოშვება და სერიალი მიტით არის გამოშვებული სულ რაღაც 1 წელი გამოვუშვით და ეს დავაგემოვნებინებთ. სომელიები გვეგულება, კარგი ღვინის გურმანები რაღაც ისინი ისე და დავაგემოვნებინებთ და გვეტყვიან როგორი და მე თუ კაი გამოვიდა გამოვუშვით წარმოებაში. ღვინო ლოთების პოდკასტი. შეგიძლიათ შეიძინოთ ყველგან სადაც ლოთები არის. შენ ხა ღვინის ის ხარ და ქვია ექსპერტი. ეგრე კრიტიკოსი ეძახიან? მე უფრო კარგს გეუბნები ხომ ღვინის ექსპერტი მეთქი. არა, ეგ თავის ღვინის ექსპერტი ბევრი არის. კრიტიკოსი ბიჭო იმასთან ასოცირდება. აი სუცოდი უნდა გითხრას და აი. არა, კრიტიკოსი არის ის, რომელსაც არ უთხრდება, რომ პირდაპირ გითხრას თუ რამე სუდი ჭირს, რამე პრობლემა აქვს. აი, ნახე, ჩვენი ღვინო. ეს ღვინო თუ გაგიგია, აბა. კი, როგორ არა, ამ ორივეს ვიცნობ. ეს ბრენდი იცი? კი, აი, ეხა უკვე ვიცი. ნამყოფი ხო არ შეიძლება. მოდი ეხა გაგასინჯებთ ამას, დაგვიგემოვნე და ეჭვი მაქვს რომ თუ ისე ყველა ღვინო მოგეწონებოდა ფესტივალზე, მაგრამ აი ამ ღვინოზე რა სიტყვი კაცმა არის. ჯერ მე მგონი რომ დასწრებია გადასხობს. არა, აი მასალა არის და მისავარი. მართლა თქვა? მართლა თქვი ხა რავია. ვარქცემ. ერთი კვირის გაუხდელი ნასკისული აქვს. რაჭა ასხი. ბიჭო, არც ვცდილობ ხვდები, ანუ თავისით რაც გამახსენა ეგ არის. ანუ ხშირად გაგხოლმე ეგ პროცესი შენ, ანუ რომ ერთი კვირა შეიძლება. წარმოვიდგენია რომ შეიძლება იყოს ეგ არის რა. სადღაც ერთი კვირა, ორი კვირა. აი, უფრო ერთი კვირა. შენი სახლის ღვინო რო არის ეგ არის? ყურძნის არის? არა, სამ. წინდა არის ერთი კოს დაგრო ბევრი. სხვა ისტორია გამოიცანი. წინდისგან იცი, ანუ რაღაცა ერთი კენკროვანი ხილის ისა აქვს რა, გემოაქვს ცოტათი რა. შენ რო ეხა გეთქვა რომ ეს არისო მაგალითად მაყლის ღვინო რა.
კითხვის ნიშანი არ გამიჩნდებოდა, იმიტომ რომ ეგეთი სწორხაზოვანი არის ის სუნი რომ დავიწყო რა. მაყულის ეგეთი ანუ ბოლოს გავამხელთ გიორგი რა ღვინოა? წესით არის კვერით ვარსდა. მაგრამ გულს ხოლმე ცოტი ანუ მართლა გამახსენა შენ თომას ვიცავა. ბიჭო შენი პრობლემა ნასკებზე რო ფიქრობ ხოლმე. რა ეგეთი ის აქვს რა, ანუ აი შანხული რაღაცა, აი ცოტა ოფლის ის აქვს რა. როგორც ხედავთ, ექსპერტ ძალიან მოეწონა ჩვენი ღვინო. აი მე და შენ დავლებთ მაგ ღვინოს ხო და როგორც ვატყობ არ ვართ მაგის დამლევები. აუ თვითონ რა სახე მიიღო ჩემი? მე მერე ვიტყვი. მადლობა გიო. საბა. აი ლოთების პოდკასტის ღვინოს, აბა რა საჭმელს მიაყოლებდი? ცოტა მეურდა გესყავ შეიძლება არ გეყოს. აი მოეწონა მორიგი სუმარი ვისაც მოეწონა ჩვენი ღვინო. ახმელი სუნი რატო აქვს? ლოთები როსო? ახმელიაზე არის გაყენები. გათვლაი არის ხო? როგორც დიდებული გიორგი იყო და თაგომა გაირბინაო. აი ეგრე იყო. აუ როგორ მოეწონა? რას მიაყოლებდი მე? ისეთი მჟავია რომ რამე უფრო მჟავეს მივაყოლებდი რომ იმან ჩაწმინდას ეს მჟავი რა. მჟავი კიდერთან გაასწორდა რომ მჟავი კიდრის გემო გადაიჭრა. ღვინო არ გამოგდის, მაგრამ დალშენ კარგები. ის კაი ხალხია, მართლა. რა არის მართლა რა ღვინოა? არ ვიცი. მართლა არის ისი? არ ვიცი. მოსტა გაზრენდო მას? ბიჭო არ ვიცი საიდან ჩამოვასხიდე რა არის, არ მახსოვს მართლა, იმიტომ რომ გაიხანია. წამლავ ხალხში. ბიჭო არ მოკლედ მეგობრებო, მადლობა საბას და გიოს, მათი არხები TikTok-ის, Instagram-ი იქნება აღწერაში და კუკები ექნება თავზე ორივე. იმიტომ რომ ჩვენი ღვინო არ მოეწონა. აი ხა წავალ და კარგ ექსპერტს ვნახა ვინმეს რა. იმან უფრო მჟავეს მივაყოლებდი რამესო და იმან ნასკიო და არ არის ეგეთი ის რა. ხა მე რო უყურებ. ცეცხლად ჩემო გიორგი ცეცხლად. მართლა მჟავი. აი სტეიქს მოვხდებ. ჩემმა ძმანდა მეგობარო მეთქა რომ ამო გინდათ რომ ხალხს მარათან მივიდეთო დავლიოთ და მივედით მე ცოტნე ჩვენი ძმა და მეგობარი სამი ჭიქა მოგცეს. ვა კონიაკი გვინდოდა რა დაგველი რა გაგოსინჯა. ბრენდი. და თვითონ წაარაო მე ვერ დავდე. მე არ სვამო. ლოყაზე რაღაცა გადასული მაქვს და ესაო წამლებს ავსვამო და ჩასარო და ეხა გაიძურწა იქ. სპირტიანის მოყვარულების პავლიკ შენ გეუბნები. საჭიროა რომ აქ იყოთ, იმიტომ რომ ყველანაირი სასმელი არის აქ. ბევრი სპირტია აშკარად ირგვლივზაა და ძალიან კარგითაა. როგორც აღმოვაჩინეთ, ლუდისაც არის. ალაგ-ალაგ დახლებზე. ლუდისაც ნახეს რომ ნახეთ რა ძალიან. ბავარია ვერ ვიპოვეთ, მაგრამ არა უშავს უკანა გზაზე ბავარიასაც მივირთმევ. ამით შემოთხოვთ ჩვენ მაყურებელს გავუმარჯოს. გამომარჯოს, საგიმარჯოს. ძალიან პატივისცემ და ბევრი კომენტარები დაგვიწერეთ, რომ რა გინდათ, რას ისურვებთ, რას გამოასწორებთ, რას ვაკეთებთ ცუდად, რას ვაკეთებთ კარგად და ყველაფერს გავითვალისწინებთ თავშევით. და თუ მოგცემთ ლოგების მიმართულება, ეგეც დაგვიწერეთ და აუცილებლად გავაგზავნებთ და ახალ საინტერესო ლოგებს შემოგთავაზებთ. გაგიმარჯოს. აი ვიდეოში გამოგაჩეთ როგორც ხედავთ, ფესტივალი ნელ-ნელა კულმინაციისკენ მიიწევს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიშლებით. და რატო არ ვიშლებით გუნდში? იმიტომ რომ დღეს არის დააკრების თამაში, რომელსაც გვინდა რომ ფესტივალზე უყუროთ და უგულ შევხვდეთ. მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ვიდეო რო იდება, სახე გვაქვს გახეული ყველას. თითნო აი მე როგორ გამიხარდება, როგორც ერთი და ამოვისვით. ჩემი წინასწარმეტყველება შეიცვალა გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი ფეხბურთელი არ ყავთ იმათ და ჩვენ ვიღაცები მე მგონი რომ დაგვემატენ ვინც გგონო რა არ ანუ თქვი წინასწარმეტყველება. წინასწარმეტყველებას შევცვლი 1-0. ჩვენ სასარგებლო. კიდე კაი. მანამდე 1-1 ვიძახდით უბაიდან. ამისა 1-2. მაშინ მე ესე. სპანელება მაბადეთ. მადლობა გურჯანს, მადლობა ღვინის ფესტივალს, ესე კარგად რომ გვიმასპინძლა. იმედია ხშირად მოვხვდებით აქ, დაუბრუნდებით და ყოველ შემთხვევაში მოვალ წელს მე მართლა ვაპირებ, იმიტომ რომ ძალიან მასშტაბური და ძალიან ამაზი გემრიელი ფესტივალია. შენიშნა აბა შენიშნა. ორგანიზატორებს, სკამებს და მაგიდებს მალე ნუიღებ. ფეხბურთის კვესენი იქნება მე რა. მე და ეს რო უყურებ და რო ვიგებ და გვიხარია. მადლობა ლუდისას, მადლობა ბავარიას და მადლობა ჩვენს ულამაზეს და უმშვენიერეს ოპერატორს და მადლობა გუნდიშას ამტან ღვიძლს, იმიტომ რომ ჩემი ყველაფერს ვეღარ იტანს. გეშიდობებით, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და მოგლეთ მიყვარხართ გაფასებთ. გამოიმუშავა პენალტი და თვითონვე ეცდება გოლის გატანას. გეროდეს რომ გამოდის, გერი. აიღე, გამოიწრო. დიდი მამა რო ალენსია. დიდი მამა. დაცა